გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მივესალმები ყველა ჩვენი არხის მაყურებელს. დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით. როგორც ხედავთ, ესე იგი, ვინც შემოდის ჩვენ Facebook გვერდზე, ალბათ იცით რომ კომენტარი მქონდა გაბუჭებული სამწუხაროდ. სასიხარულით გაკეთდა მალე, რო ველოდებოდი იმაზე მალე და ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ ვიდეოების გადაღებას, ასე რომ თუ მოგწონთ ჩვენი არხი, იყავით ჩვენთან და უყურეთ ჩვენ ვიდეოებს, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და ასე შემდეგ. ეხლა კი დღევანდელი თემა იქნება. დღევანდელი ვიდეო გადავიღო ერთ საიტზე, განახევთ ეხლავე, რომელსაც ქვია ეს ტეხე გლობალი, ანუ ასე რომ ვთქვათ, ტეხები გლობალი. წერტილი.com ამ საიტზე, ალბათ ბევრმა უკვე იცით, შეიძლება არის ატეხილი ბუმი, აჟიოტაჟი და ასე შემდეგ, რომ ესე იგი ეს საიტი ჩვენ საათში გადაგვიხდის $25. ამ წუთში მიდის ამ საიტზე რეგისტრაციები, ხალხი რეგისტრირდება და ეს საიტი კაიშობს 2016 წლის 4 ივლისს, ანუ 5 ივლისიდან მუშავებს, ასე ვთქვათ. თვეში მიახლოებით როგორც ვყიდებიან გავაკეთებთ $1000-მდე და დღეში 1 საათში, დღეში ესე იგი 1 საათში ვიდებიან მუშაობთ $25 და ესე იგი ამ ვიდეოს სახელი იქნება ესეთი, ესე იგი ტეხები გლობალი არ გადაგვიხდის, რატომ არ გადაგვიხდის $25 საათში. ერთი ფაქტია რომ არ გადაგიხდის, ვინც არის ალბათ ბევრმა მიხვდა რომ ეს საიტი იქნება იქ შემდეგი ჩვეულებრივი ლახატრონი, იმიტომ რომ 25 ესე იგი თან ამ საიტზე იქნება ჩვეულებრივი რეკლამის კლიკები, ასე რომ ვთქვათ, პლუს რეფერალური სისტემა, რეფერალიდან $5 და ასე შემდეგ, აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ და როგორც არის ვიდეოები უკვე დადობილი აქვს ამ საიტის ვიდეოები YouTube-ზე, მე უყურებ ბევრს, არის რუსულ ენაზე. ეს როგორც ხედავთ, საიტი არის ძალიან უბრალო, ესეთი დიდი ბიზნესი თუ დაწერება უნდათ. ასეთ უბრალო საიტს არ გაკეთებენ ნამდვილად, პლუს ამას აქ ინფორმაცია არ წერია, რომელ კომპანიებთან აქვს ხელშეკრულება დადობილი, გაფორმებული და ასე შემდეგ. თქვენი ადამიანი ეხება რომ $25 არცეთ კომპანია ჩვენ ერთ საათში არ გადაგვხდის უმეტეს ესე იგი საიტების კლიკებზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საიტებზე, რეკლამების ნახვებზე. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ $25 ჩვენ გადაგვხდით საათში, ესე იგი ვინც რეკლამას თოვს, იმერმა რამდენად გადაუხადონ, ესე იგი ამ საიტს. თავისთავად მეტი, ამიტომ ვინც რეკლამის დადობას აპირებს, მე მგონია ამ თანხას ჩადებს ისე YouTube-ზე, ან Google-ში, ან სადმე სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებში და იქ გამოაქვეყნებს რეკლამას. მით უმეტეს, ალბათ იცით რომ YouTube-ზე საშუალოდ 1000 ჩვენებაზე არის საშუალოდ $1. სტატისტიკა, ანუ არის ქვეყნები, სადაც არის $20 და ასე შემდეგ. და ამის თქმა მინდოდა რომ ამ საიტის ლინკს დავტოვებ მის სამარხში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, დარეგისტრირდეთ და დაელოდოთ უბრალოდ, მე დავრეგისტრირდეთ მაგალითად ამ საიტზე და ველოდებ, რა იქნება ნახავ, ამჯერად თავისთავად ეს არ რეალურია, $25. 1 საათში რაღაც რეკლამების ყურებით, ალბათ თქვენს ხვდებით. ისევ რაღაც აფეროს ატრიალებენ, ნახოთ რა იქნება უბრალოდ დავრეგისტრირდეთ, თუმცა დარეგისტრირდეთ, დარეგისტრირდებით, თავისთავად ლახატრონია, ჩემი აზრი ასეა, თქვენ როგორ ფიქრობთ, დაწერეთ კომენტარებში. მით უმეტეს როგორ პირდებიან, სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, როგორ ჩვენი ქვეყანა ესეთ ქვეყნებში არის მინიმალური 50000 ადამიანი დადარეგისტრირდეს ქვეყანა, რომ ქვეყანაში ესე იგი ამოქმედდეს ეს კომპანია, სარეკლამო ესე კომპანია, იმიტომ რომ ესე იგი რო ექნება უკვე ეყოლება დარეგისტრირებული ადამიანი, მაგალითად საქართველოსიდან 50000 ადამიანი, შემდეგ უკვე მიიღებენ როგორც ისინი ამბობენ, უკვე აგერას წერია 50000 არის მინიმუმი. ესე იგი რომ ნებისმიერ ქვეყნიდან, სადაც ეს როცა დარეგისტრირდება ნებისმიერ ქვეყნიდან 50000 ადამიანი, ეს კომპანია დაიწყებს უკვე იმ ქვეყანაში მუშაობას. ასე რომ ესე იგი დავრეგისტრირდეთ, მაინც ნახოთ რა იქნება. როგორ იქნება, მე ამჯერავს, იმიტომ რომ $25 1 საათში არის არარეალური, მით უმეტეს ესეთ რეკლამების ჩვენებებში. და ასე შემდეგ რა,
ეს იყო სულ ამ საიტზე ჩემი აზრით, ეხლა კი გეტყვით მოკლედ ბიტკოინზე, იყო კომენტარებში